Ты кто, говорю? Ты русский? Нет, я эстонец. Что эстонец здесь делает, а? Zaza Urushaძის ფილმი მანდარინები ოქროს გლობუსზეა ნომინირებული. მანდარინები ქართულ-ესტონური პროექტია, რომელიც ევრიმაშის დახმარებით შეიქმნა. დაფინანსების დიდი ნაწილი ესტონურმა მხარემ გაიღო და ოქროს გლობუსსა და ოსკარებზე მისი ნომინირების უფლებაც თავად დაიტოვა. Zaza Urushaძის ქართულენოვანი ნამუშევარი აფხაზეთის ომის დროს ერთ-ერთ სოფელში განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს, სადაც ერთ ჭერქვეშ ომის ორი დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლები აღმოჩნდებიან. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში მანდარინების მთავარი კონკურენტები პაველ პავლიკოვსკის ნამუშევარი იდა და ანდრეი ზვიაგანცევის ლევიათანი იქნება. ყველაზე მეტი 7 ნომინაცია მოიპოვა ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ფილმმა ადამიანი ჩიტი. ნამუშევარი საუკეთესო კომედიან მიუზიკლის, რეჟისორის, მსახიობი მამაკაცის, ქალისა და მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლების საუკეთესო შესრულების, სცენარისა და მუსიკისთვისაა ნომინირებული. Richard Linklateris ნამუშევარს ბავშვობა და მორტელ ტილ დუმის ფილმს თამაშის იმიტაცია 5 ნომინაცია აქვს. და ადამიან ჩიტთან და მელიის მჭერთან ერთად სწორედ ეს ფილმები იქნება ჯერ ოქროს გლობუსის, შემდეგ კი ოსკარების მთავარი ფავორიტი. საუკეთესო რეჟისორის ჯილდოს კანდიდატების სიაში თამბეჭდავად გამოიყურება. წელს ამ ნომინაციაში ოქროს გლობუსისთვის დევიდ ფინჩერი, უეს ანდერსონი, Richard Linklateri, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ და ავა დუვერნეი იბრძოლებენ. Did you think I'd forgotten you? Perhaps you hoped I had. საუკეთესო დრამა სერიალის ნომინაციაში მთავარი ფავორიტები ბანკოს სახლი და სატახტოთა თამაშები იქნება. მინისერიალების ნომინაციის მთავარი ფავორიტი კი ნამდვილი დეტექტივია. ოქროს გლობუსის დაჯილდოება 11 იანვარს გაიმართება და მისი წამყვანები კვლავაც თინა ფეი და ემი პოელერი იქნებიან.